დილამ შვიდობის ჩვენ კვლავ დიერთდებით საუკეთესო განწყობით რაც ყოველია. ისევ არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. წელს 1 ივნისს ვენეციაში გაიხსნება ვენეციის 54-მე ბიენალე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი, პროექტის მრჩეველი ქალბატონი ნანა ყიფიანი და კურატორი ივანა ვარშა. და ქალბატონო მარინა თქვენთან კითხვით როგორც ვიცი კულტურის სამინისტრომ 2012 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა კონკურსი საკურატორო წინადადებაზე ქართული პავილიონის წარსადგენად ვენეციის 55 ბიენალეზე. სულ რამდენი საკურატორო წინადადება განიხილეთ? გეხ მიუხედავად მოკლე ვადებისა, ჩვენ მივიღეთ 17 საკურატორო წინადადება. ერთი-ორი არ იყო საკურატორო, თქვა ცალკეული მხატვრებისგან მოდიოდა ეს წინადადებები. შევარჩიეთ ამ 17-დან ბევრი ვიფიქრეთ, რამდენჯერმე შევიკრიბეთ, მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო მისაღები და ამიტომ ბევრი ვიყო ხმანეთ კიდეც, მაგრამ მაინც უპირატესობა მივანიჭეთ ივანა ვარშას მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელზეც ალბათ თავად ვილაპარაკებს, რომელიც ბევრად უფრო ისეთი მასშტაბური და კომპლექსური იყო სხვა პროექტებთან შედარებით, სადაც კონცეპტუალურად ბევრად უფრო დახვეწილი იყო ყველაფერი და ამდენად ჩავთვალეთ და რომელიც წარადგენდა ქართულ მხატვართა საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ჯგუფს და ჩავთვალეთ რომ ეს იქნებოდა თან რომელიც გახლავთ უფრო აი სოციალურ თემებთან დაკავშირებული, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც ყველას გვაღელვებს და ამდენად ვიფიქრეთ რომ საინტერესო იქნებოდა საქართველოს სწორედ ამგვარი უჩვეულო პროექტით წარსდგეს და არა ვთქვათ ერთი მხატვარი წარადგინოს რომელიმე ცალკეული ან ორი. და რა კრიტერიუმით მოხდა შერჩევა? ესე იგი კრიტერიუმი რამდენიმე იყო, რამდენად წარმომადგენლობითი იყო პროექტი, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მისი წარმატებით განხორციელება, რამდენად ასე ვთქვათ საჭიროა საკითხი შეეხება თუ რამდენად საინტერესოა ვთქვათ კონცეპტუალურად, თემატურად და რა თქმა უნდა, ვთქვათ, მხატვრული გადაწყვეტაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახლდათ, მაგრამ არა ერთადერთი. მოკლედ ძალიან რთული ყოფილა ამ ყველაფერზე. არჩევანი შეჭრება. მე მაინტერესებს ვინ იყვნენ კომისიის შემადგენლობაში, ნამდვილად საინტერესო იქნება. დიახ, კომისიის შემადგენლობაში გახლდათ 5 ადამიანი, ესე იგი სამინისტროს მხრიდან კომისიის ასე ვთქვათ თავმჯდომარე სამინისტრო იყო წარმოდგენილი ჩემი სახით, ხოლო კომისიის წევრები გახდნენ ლიკა მამაცაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის მუზეუმის ხელმძღვანელი და ასე კურატორი გამოცდილი, ლალი პერტენავა, რომელიც გახლავთ ღია საზოგადოება საქართველოს კულტურის პროგრამის მენეჯერი, ასევე ძალიან გამოცდილი ხელოვნების კრიტიკოსი და კურატორი, ანი რაბოშენკო გახლავთ ასევე მრავალი საერთაშორისო პროექტის ავტორი და გამოცდილი კურატორი, ლაშა ბაქრაძე, რომელიც გახლავთ ლიტერატურის გიორგი ლეონტის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და რომელსაც ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საგამოფენო საქმიანობისა და ხათუნა ხაბულიანი უკაცრავად, რომელიც გახლავთ აგრეთვე ხელოვნების კრიტიკოსი და კურატორი, რომელსაც თავადაც მიუღია მონაწილეობა გაუკეთებია წარუდგენია საქართველოს ვენეციის ბიენალეზე, ერთ-ერთ ბიენალეზე. ძალიან საინტერესო შემადგენლობა. მე მაინტერესებს რა კავშირი აქვს ქალბატონი ივანეს საქართველოსთან და საერთოდ როგორ მოხდა მასთან დაკავშირება? ივანეს საქართველოსთან კავშირზე ალბათ ჯობს რომ So it's about your connection with Georgia, how you are involved in this project and when you were connected with Tbilisi. Sorry, I don't speak Georgian. It's not a problem. Well, I worked twice in Tbilisi in 2009 in the project in Betlemi district around the architecture and preservation and also with different artists in Betlemi district. 2009 წელს ჩამოვიდა აქ პირველად ჰქონდა პროექტი ბეთლემის მიკრორაიონის ეძახდა, ეწოდებოდა პროექტს და მაშინ მოხდა მისი დაკონტაქტება პირველად საქართველოსთან, როდესაც ეს ურბანული პროექტი გააკეთა. And also one more time in the Ministry of Highways in this amazing building interconnecting. და შემდეგ მეორე წელს უკვე ეს იყო ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში განხორციელებული პროექტი. რომელიც არის მშვენიერი ისეთი
საბჭოთა მოდერნიზმის მოდერნული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში. So I'm extremely happy that I have a possibility to work again in Georgia, but this time also with the Georgian art abroad. ეხლაც არის ძალიან მოხარული, რომ საქართველოს ქართულ მხატვრებთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ეხლა ეს არის უკვე ქართველებთან ურთიერთობა საზღვარგარეთ. ძალიან საინტერესოა. Thanks a lot. Thanks a lot and wish you many success. And ეხლა თქვენთან გადმოვალთ შეკითხვით ქალბატონ მარინე. ჩვენთვის რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ოფიციალური ვიზიტით წამდებოდით ვენეციაში და შეხვდით მთავარი ოფისის გენერალურ დირექტორს ანდრია დელ მერკატოსა და მის მოადგილეს დებორა როსის. რაზე ისაუბრეთ, რა იყო თქვენი შეხვედრის თემა? ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გაცნობით ხასიათის შეხვედრაც იყო, მაგრამ მაინც საქმემ გვიბიძგა, ვთქვათ, წვეოდით მათ ვენეციის ბიენალეს საკმაოდ მნიშვნელოვან მესვეურებს, ანუ ფაქტურად ხელმძღვანელებს, რადგან ჩვენ საკმაოდ გვიან დავიწყეთ მომზადება ვენეციის ბიენალესთვის, მოგეხსენებათ სამინისტროს დიდი ცვლილებები იყო და ფაქტურად როგორც კი დავიწყე მუშაობა, ფაქტურად ერთი კვირა თუ ორი კვირა იყო გასული, როდესაც ეს კონკურსი გამოვაცხადეთ, მაგრამ უფრო ადრე ვეღარ მოვახერხეთ ამდენად. უკვე საკმაოდ დაგვიანებული იყო ეს პროცესი და შესაბამისად ვადები ძალიან მჭიდრო იყო. შესაბამისად საუკეთესო ფართები, ანუ ვთქვათ, ყველა საუკეთესო ფართი შეიძლება არ იყო უკვე ასე ვთქვათ დაკავებული თუ გაქირავებული, მაგრამ არჩევანი მწირი იყო, უკვე მწირია ვენეციაში და საპავილიონე ფართებისა და ამდენად გვინდოდა რომ რაღაცნაირად მათ თანადგომაც ქონოდა, ვთქვათ, ფიქრობდით იქნება არსენალეს ესეთ პრესტიჟული სივრცე, ვთქვათ, სადაც ძირითადი ნაწილი პავილიონებისა იხსნება ხოლმე, იქნებ იქ ყოფილიყო რაღაც საშუალება და ამისთვის, ვთქვათ, ქართული პავილიონისთვის სივრცის გათვალისწინებისა და ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, ასე ვთქვათ, ჩვენი ვიზიტისა. მაგრამ მაინც საკმაოდ ნაყოფიერი, მათ ისინი ძალიან დაინტერესდნენ პროექტით, მინდა გითხრათ. კიდევ ვიზუალური განყოფილების და არქიტექტურის ხელმძღვანელსაც შევხვდით, რომელიც უფრო ჩართულია საქმეში და დღეს მივიღეთ კიდეც არსენალიდან პასუხი, იქაც გვთავაზობენ სივრცეს. ანუ ეხლა არჩევანი წინაშე გავართ. გისურვებთ დიდ წარმატებას და აი ქალბატონ ანასთან მინდა კითხვით გადავიდე. რომელი ხელოვანები არიან ჩართული პროექტში და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ისინი? იცით რა, ყველაზე საინტერესო არის, მე მგონი ივანეს გარო დავიწყოთ, რატო მაინც გარდა იმისა, რომ საინტერესო პროექტი იყო და აქტუალური დღევანდელი დღისთვის საქართველოსთვის, გარდა ამისა ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უცხოელი კურატორისთან მუშაობა საქართველოს პავილიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სტრატეგიულად, ხო, იმიტომ რომ ივანე ძალიან გამოცდილი კურატორია და მას შეუძლია წარადგინოს პრეზენტაცია გაუკეთოს ქართულ ხელოვნებას ისე, რომ მიიზიდოს მაყურებელი. გარდა ამისა, შეირჩა ის მხატვრები, რომლებიც რასაკვირველია მუშაობდნენ სწორედ აი ამ კუთხით, ანუ მათი არტისტული შემოქმედება დაკავშირებული რაღაც ურბანულ პრობლემებთან, ხო? ეს ძირითადად არის ბულიონის ჯგუფი, ეს არის საკმაოდ ახალგაზრდა მხატვრები, მაგრამ უკვე ცნობილები, რომელსაც ძალიან ხშირად აქვთ გამოფენები უცხოეთში. არის გიო სუმბაძე, ასევე ძალიან აქტიური, მან ის იყო ერთ-ერთი პირველი არტისტთაგანი, რომელმაც ურბანულ პრობლემებზე დაიწყო მუშაობა, კვლევა, ესეთი კვლევითი პროექტები აქვს რამოდენიმე გაკეთებული. არის კიდევ ვინ არის? თეა ჯორჯაძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გელა პატაშური და ეი არაკავა არის იაპონელი მხატვარი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს ძირითადად. და საქართველოში არის რამოდენიმეჯერ ნამყოფი, აქ ქონდა ჩვენ გაკეთებული რაღაც ერთობლივი პროექტები და ბოლოს იყო ივანეს პროექტშიც ჩართული. იარაკავა არის დღეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელი, საერთაშორისო არტისტია, რომელიც მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრ გამოფენებში, საერთაშორისო თეით მოდერნში, თქვათ, მომაში და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესოა. რა პროექტ შევეხეთ, თქვენთან მექნება კითხვა. რა არის ლევანდელი ბიენალეს თემა?
წინანდელი ბიენალის თემა გახლავთ ცოდნის სტანდარტი, ცოდნის ენციკლოპედია, არც როგორ თარგმნით ქართულად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ესეთი პროექტი, რომელიც ურბანულ საკითხებს ეხება უშუალოდ და რომელიც ფაქტურად ჩვენს ადგილზე ილაპარაკებს, ამ თემატურათაც გამართლებული იქნებოდა, ვთქვათ, ამგვარი პროექტის წარდგენა ვენეციის ბიენალის ფარგლებში, რადგანაც ფაქტურად ეხლა შეიძლება პირდაპირ ვერ დავუკავშირო კაცმა ხო ეს პროექტი, მაგრამ ფაქტურად ცოდნის ტაძარი რაც გულისხმობს, რომ რაღაც ნებისმიერი პროცესი, ნებისმიერი მოვლენა რაღაცნაირად გაანალიზდეს, ახლის რაღაც ცოდნა იქნას დაგროვილი ამ პროცესებზე და ჩვენ ჩავთეთ ამ პროექტში იონამ ჩვენი ასე ვთქვათ მოსაზრების გათვალისწინებით და ნახარა დღეს რა ხდება საქართველოში 2 წელი აღარ იყო ნამყოფი. ჩავთეთ დამატებითი 2 თემა, ეს არის beautification, ანუ შელამაზება, საქართველოს, რაც მე მგონი გასაგები იქნება ყოველშემთხვევაში სპეციალისტისთვის ძალიან კარგად და ალბათ მალე იმედი მაქვს ფართო საზოგადოებისთვისაც. რომელიც იმ პროცესებს გულისხმობს, რაც წარიმართა ბოლო წლებში თვითონ თბილისის ისტორიულ უბნებში, თუ თელავი ავიღოთ, თუ სიღნაღი, თუ სხვა ქალაქები და ტურისტიფიკაცია კიდევ ერთი ტერმინი შემოვიღეთ, რომელიც საჭიროა საკითხები. ძალიან დიდი წარმატება ჩვენ ზაფხულამდე კიდევ ერთხელ შევხვდებით და გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენ ეხლა კი რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მოწესრიგეთ.